ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მკითხა მშენებლობაზე მუშაობასთან დაკავშირებით. ადრე მშენებლობაზე მუშაობდი და მაშინ მებრძოლის სრულ განაკვეთზე არ ვიყავი. და ახლა ვარ. წინსვლას ვაგრძელებ და უკეთესი ვხდები. უმარმა თქვა, რომ ხელი მოიტეხა. მან ეს პუბლიკის წინაშე რომ გამოაცხადა, შენთვის შემაწუხებელია? მანამით შენს გამარჯვებას რაიმე ჩრდილი მიაყენა? მოსამზადებელი კემპის დროს ზურგი დავიზიანე და რამდენიმე დღეს აწოლიდან ვერ ვდგებოდი. ვიწექი. კემპს ვერ ვაგრძელებდი და გვერდით არც ხაბიბ ნურმაგომედოვი მყავდა. შობისა და ახალი წლის პერიოდში UFC-PI დახურული იყო. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც იქ უმარი ვარჯიშობდა და დაცვამ შენობაში არ შემიშვა. თავის გასამართლებელი მიზეზები არ უნდა ეძებო. შენ მებრძოლი ხარ და გამარჯვების მოსაპოვებელი გზა უნდა იპოვა. შესაძლოა რაღაც მოხდა, არ ვიცი. მას შემდეგ რაც მან შეურაცხყოფა მომაყენა, კიდევ უამრავი სისულელე თქვა. როგორც მებრძოლი მე მას პატივს ვცემ, ღმერთმა და ლოცოს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, ეს ბრძოლაა. ასეთ კითხვას დავსვა. ვინ მოტეხა მას ხელი? პირველ რაუნდში მან ცოტა შეგარყია. იმ პანჩმა დაგაზიანა. არ მიგრძნია. არც კი ვიცოდი რომ ზიანი მივიღე. ვაზელინი თვალში ჩამდიოდა და მაწუხებდა. ვიდრე სარკეში არ ჩავიხედე, არ ვიცოდი რომ მცირე ჭრილობები მქონდა. ჩემი შერყევა ჰენრის ეხუდომაც მოახერხა. მე სწორედ ამ დროს ვიღვიძებ. Some Henry would bounce me before, that's no problem. That's when I wake up, Last thing